ტრანსპორტზე ვილაპარაკოთ, დაიწყო სკოლა, დაიწყო საცობების ჯოჯოხეთი, ხო? ყველამ ვიცით, კბილთა ღრჭენაა და ერთი ვაება. სინამდვილეში ციდან არ ჩამოფრენილა ეს პრობლემა, უცბად ერთი სმარე დღეს არ გაჩენილა საცობები, კონკრეტული წინაპირობები აქვს. მშენებლობებზე მე იქნება ლაპარაკი პირველი. ეს არის ქაოტური განაშენიანება. ნებართვები, რომლებსაც მექთამეობის გამო გასცემენ ისე რომ არაფერს არ ითვლიან. 3 მეტრის სიგანის ქუჩაზე 70 სანტიმეტრიან ცათამბჯენებს აშენებენ და უამრავი კიდე ნებართვა და ეს არის ერთ-ერთი ეს ქაოსის შედეგი და მეორე ურბანული განაშენიანების ქაოსი და მეორე გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. და პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა უკვე საცობების მოგვარება და რატომ საცობებში საათობით დგას 10,000-ობით და 100,000-ობით მანქანა უზარმაზარი გამონაბოლქვი ეს გამონაბოლქვი მძიმე მეტალები ილექება 1 მეტრის სიმაღლეზე აი ამას უნთქავენ ჩვენი შვილები ზუსტად კატასტროფულად არის არასრულწლოვნებში და ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებები გაზრდილი ეს ამიტომ არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი და როგორ უნდა დავიწყოთ მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, კაი არაფერი იქიდან არ მახსოვს, იმის მერე პერიოდში განსაკუთრებით, მაგრამ დაგვრჩა ერთი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა საბჭოთა პერიოდის მეტროპოლიტენი. ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება უნდა დავიწყოთ მეტროთი. მეტრო აქვს კიდევ რამდენიმე შესაძლებლობა რომ მოვაგვაროთ, ახლა ალუღლუღდა ჩვენი თაღლითი მერი რომ ეხა გაახსენდა 8 წლის თავზე რომ თურმე არსებობს გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი, სადაც ცოდვამადლის ის არის განკითხვა ხოლმე პიკის საათებში ჩასვლისა და ამოსვლის დროს ადამიანების საცობია მეტროში რო ჩადიან. მარჯანიშვილის მეტროს მეორე ამოსასვლელი საბჭოთა დროიდან არსებობს. ვაზის უბანში არის თითქმის დამთავრებული 90% დამთავრებული მეტრო, მაგრამ ყური არ შეუბერტყია კალაძეს, მაგრამ ჩვენ ამის აღდგენაზე ვფიქრობ. თავისუფლების მეტროს მეორე ამოსასვლელი, რომელსაც უზარმაზარი ახალი მეტროს გახსნის ეფექტი ექნება. სპეციალურად აშენდა, გაიხსენეთ კარგად ორბელიანის, ანუ კოლმეურნეობაზე სხივისებური მიწისქვეშა ქვია, ვარსკვლავისებური. რატო? იმიტომ რომ მეორე ამოსასვლელი უნდა ყოფილიყო მეტროსი. ამას იქ ჩამოდის ყველა მგზავრი, კარგად ვიცით ბარათაშვილის ქუჩაზე და ესე პირდაპირ შეიწოვს მგზავრთან ნაკაც იქნება არაჩვეულებრივი ეფექტის მქონე. ამას გავაკეთებთ აუცილებლად. მეორე ამბავი, რომელიც ძალიან მარტივი ამბავია, მაგრამ არავინ არ აკეთებს, მეტროზე უნდა მოხდეს სატრანსპორტო ქსელის დაშენება და თბილისში უნდა გაიყოს მარშრუტები, უნდა იყოს ძირითადი მარშრუტები და პერიფერიული მარშრუტები. არ უნდა დადიოდეს არატევადი ტრანსპორტი ძირითად მარშრუტებზე. დღეს რა გვაქვს, რომ მეტროს ხაზის თავზე მიდის რამდენიმე ხაზი ავტობუსის და პარალელურად მიყვება მარშრუტკების რამდენიმე ხაზი და არიან ერთმანეთის გადასწრებაში. ასე არ უნდა ხდებოდეს, ინტეგრირებული უნდა იყოს. ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა დაჯდე და გადაანაწილოს სწორად. დღემდე ვიცით რომ 90-იან წლებში ძველი ბიჭები და ქურდები იმაშვებოდნენ ხოლმე ხაზავდნენ მარშრუტკის ხაზებს და ისა გვაქვს დღემდე არავის არ მოსვლია ფიქრად რომ მოდი შევცვალოთ და სწორად გადავაკეთოთ უზარმაზარი შვება იქნება არატევადი ტრანსპორტი არ უნდა დადიოდეს ძირითად ტრასებზე ძირითად მარშრუტებზე მეტროებიდან შიდა კვარტლებში უნდა დადიოდეს სამარშრუტო ტაქსები მაგრამ არა ძირითად მარშრუტებზე როგორც გითხარით შესაბამისად სწორად უნდა იყოს პრიორიტეტები დაალაგებული ერთი აგერ ჩანს კიდევაც ნატურამ აქ ასეთ სიტყვა ოცნებას აღარ ვიძაღი, ოცნება და ჯანდაბა მაგათ. ნატურამ აქ რომ თბილისში დაბრუნდეს მისი ისტორიული ტრანსპორტი, ტრამვაი. ეკოლოგიურად სუფთა, არანაირი გამონაბოლქვი არ აქვს. ამ ავტობუსებს გარკვეული გამონაბოლქვი აქვს, კი, მაღალი ხარისხის გაზია, მაგრამ მაინც გაზია. არაფერი გამონაბოლქვი არ აქვს, ტევადია, უსაფრთხოა, კომფორტულია, თანამედროვე ტრამვაი. უნდა დაბრუნდეს პირველ რიგში იმ ხაზებზე და იმ ადგილებზე, რომლებიც ეგრეთ წოდებული სატრანსპორტო უბეებია, სადაც არ არის მეტრო. ვაკეა ასეთი და განსაკუთრებით პრობლემური და საგანგაშო დიდი დიღომი ვაშლიჯვრის დაერთება დანარჩენ ქალაქთან, იმიტომ რომ 150,000 მანქანა დილით მიდის ვაშლიჯვარ დიღმიდან ცენტრისკენ და 150,000 ბრუნდება. წარმოიდგინეთ, იქ ვაება, ტანჯვა საცობებში, გამონაბოლქვი და კოლაფსი სატრანსპორტო. პირველ რიგში აქ უნდა გავიყვანოთ ტრამვაი. 1884 წლიდან დადიოდა ჩვენთან ტრამვაი. მართალია პირველი ცხენის ტრამვაი იყო კონკა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დადიოდა და თანდათან ტრამვაის ქსელით უნდა დაიფაროს მთელი თბილისი. ძვირია ძალიან, მაგრამ აბა შეხედეთ სამაგიეროდ მისი ექსპლუატაციის დრო და ვადა არის უზარმაზარი. ეს ჩვენი ავტობუსები ახალია, კარგია, კომფორტულია, მაგრამ როგორც კი მოინჯღრევა, გადასაგდებია. იმის განაფერი აღარ გამოვა. ტრამვაის ექსპლუატაციის ვადა 30-40 წელი, მოდერნიზების შემთხვევაში 100 და 150 წელი დადის ზოგიერთ ევროპულ ქალაქში ტრამვაი. ასევე
ერთი ის საბაგირო გზები, სანამ ერთ ძალიან მნიშვნელოვან იმაზე ჩვენ შეელობდით და ორივე ძალიან გაგვიხარდა, რომ ამაზე ვფიქრობდით და ყველას მოგვეწონა. საბაგირო გზები, თბილისის რელიების გათვალისწინებით მხოლოდ 3 საბაგირო არ უნდა იყოს თბილისში. ერთი ვიყოთ აუკარგიანები, კარგი რაც გააკეთეს, რომ აღდგა რუსთაველიდან მთაწმინდაზე, ფუნიკულიორზე საბაგირო. კი ბატონო, მაგრამ დაპირება იყო 4 საბაგიროსი. 3-ზე გადაგვაგდეს, რა თქმა უნდა. ისანი სამგორი ვაზისუბნის საბაგიროს დაგვირდნენ აბასადარი, დეილის ილისის ტბა არ არის, სარაჯიშვილის ზღვისუბანი, ანუ თემქა სად არის? არ არის. მინიმუმ 7 ახალი ეს 3 რაც ჩამოვთვალე და ამას დამატებული კიდევ 4 საბაგირო გზა უნდა იყოს თბილისში. ასეთი რელიეფი გვაქვს. საბაგირო მარტო გასართობი და ტურისტულად საინტერესო არ არის, ესეც არის. 2-დან 3000 გზავრამდე გადაყავს დღეში თითოეულ საბაგიროს. შესაბამისად ძალიან დიდი შვება იქნება და აუცილებელი. ეხლა აი ეს რაღაცა იმასავით მოტოვებული გვაქვს, რა ქვია, მარწყევით. თბილისში გვაქვს მდინარე, რომელიც არავის არ გვახსოვს. მოდის თავისთვის აყროლებული მღვრიე და სადღაც მიდის ესე. ტრანზიტი ვართ, ქალაქი კი არა. არა და ადრე ქალაქ მაფორმირებელი იყო თვითონ მდინარე. და მათ შორის ქონდა სატრანსპორტო ფუნქცია. კარგად გავიხსენოთ და ჩვენი დაპირება რა არის, რომ ტყვარზე აღვადგენთ სატრანსპორტო ფუნქციას. ტყვარზე უნდა დადიოდეს ტრანსპორტი. რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და სატრანსპორტო ქსელთან მისი დაერთება უნდა მოხდეს, რომ სადღაც რო ამოხვალ, ახლა იმაში არ იყო, რა ქვია, დიღმის ჭალებში რო ამოხვალ, იქ რა ტურამ არ უნდა შეჭამოს. რა თქმა უნდა, იქვე უნდა იყოს სხვა გაჩერება, სხვა ტრანსპორტის. ჩასასვლელებს და ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, აბა კარგად გაიხსენეთ, ტყვარზე ყველა ჩასასვლელი ბეტონზე 40-იან 50-იან წლებში ბერიამ და შემდეგ კანდი ჩარკვიანმა ზუსტად ამ სამდინარო ტრანსპორტისთვის გააკეთეს. და ეს ჩასასვლელები რაც არის, ეს არის სამდინარო მაშინდელი ტაქსის გაჩერებები, რომელიც კანდი ჩარკვიანის როგორც ყველა ხელისუფლებას ჩვეოდა ხოლმე გადაასახლეს კანდი ჩარკვიანი ყაზახეთში და იმ წამს მოსპეს როგორც მაშინაც ასე იყო, რომ წინა ხელისუფლებას ებრძვის ყოველი ახალი ხელისუფლება. აუცილებლად აღვადგენთ ტრანსპორტის სამსახეობას და კიდევ ერთი. ყველა ქალაქში პრიორიტეტული არის ველოსიპედი. ძალიან კარგია. რა ვიცი, ჯერ ჯანს არ უჩივი, ისე ვარ მხნედ 47 წლისა კი ვარ, მაგრამ მე ვცდილობ ხოლმე ველოსიპედით ხანდახან გავიდე, მაგრამ თბილისის რელიეფის გათვალისწინებით არის კატასტროფა. აბა ვინც იცის ჯავის ქუჩა სადაც არის, ან ლეჩხუმის ქუჩაზე ეს ხმაწვილი რო ცხოვრობს აგერ ჩვენი მომავალი მერი, აბა მიდი ადით ველოსიპედით ლეჩხუმის ქუჩაზე ან ჯავის ქუჩაზე და მე ჩემთან ამოდით თაწმინდაზე და აბა ვნახავთ რა მაგრები ხართ. ამიტომ კი ბატონო, ძალიან გვიყვარს ველოსიპედი, მაგრამ თბილისში ვერ მუშაობს. მაგრამ მუშაობს და გამოცდილება გვაქვს ესეთი ემპირიული კანტი-კუნტი ელექტრო ველოსიპედები. უნდა მოეწყოს დატენის სადგურები, უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, უნდა დავილაპარაკოთ კერძო კომპანიებთან, მილიონი გამოცდილება არსებობს თელს ევროპაში და უნდა წავახალისოთ ელექტრო ველოსიპედები ჩვენს ქალაქში. და ბოლოს პარკირება და პარკინგი. სიტი პარკი რო გავაგდეთ, გვეგონა რომ არიქა ამოისუნთქა ქალაქმა და გავიღვიძებდით ბედნიერ თბილისში. თქვენც არ მომიკვდეთ. უარესი მუნიციპალური სიტი პარკი გვაქვს. უფრო აგრესიულები და თავხედები სერვისის დროს, უფრო დიდი გადასახადები, უფრო დიდი ჯარიმები. 2018 წლიდან დღემდე პარკირების სხვადასხვა გადასახადის შედეგად ბიუჯეტში მუნიციპალურში შევიდა 130 მილიონი ლარი. რაში დახარჯეს ეს ფული? საღებავში. ამათვის პარკინგის ადგილი არის ქუჩა. მიივლენ, მითხიპნიან, რომ სიტი პარკს რას ვაყვედურობდით სხვას, ხო, რომ ქუჩას ღებავდნენ და მეც არაფერს არ აკეთებდნენ. 130 მილიონი ჩვენი ჯიბეებიდან პარკინგის საფასურო ჯარიმები ამოიღეს, არაფერი არ გაუკეთებიათ ქუჩების დახაზვის გარდა. არა და ჯერ კიდევ ნარმანიას დროს, აი აქაც ვაგზალზე, სადაც ახლა პრეზენტაცია გვაქვს, უნდა აშენებულიყო მიწისქვეშა, მიწისზედა პარკინგი და 10 ლოკაცია იყო შერჩეული. თბილისის 25 ლოკაციაზე. ჩვენ ავაშენებთ აი ამ ჯარიმებიდან შემოსული თანხა, ხომ უნდა ჩაბრუნდეს და ხომ უნდა იყო პირნათელი საკუთარ მოქალაქესთან, არა გაჯარიმებ შენგან თანხას ვიღებ, მაგრამ რისთვის ხმარო? ის მიდის და ლამბორჯინებს ყიდულობს ის. ჯერ კიდევ მერი რო არის. ჩვენ ამ ფულს მოვახმართ 25 ლოკაციაზე მიწისქვეშა და მიწისზედა მუნიციპალური პარკინგის სივრცეების აშენებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქმა პარკინგის თვალსაზრისით ამოისუნთქოს.